მოდულში ყველა შეფასებადი დავალება ავტომატურად აისახება შეფასებათა საერთო ცხრილში, რომელიც მდებარეობს მარჯვნივ მდებარე მენიუ ნასტროიკაში. ამ გვერდზე გამოსახულია ყველა ის დავალება თუ ტესტი, რომელიც შექმნილია ჩვენს მიერ. ასევე ჩანს ყველა ის მონაწილე, რომელიც ჩაწერილია ჩვენს კურსზე. ასევე ჩანს მათ მიერ მიღებული ქულები. იმისთვის რომ მოვახდინოთ დავალების შეფასება, ამისათვის უნდა დავაჭიროთ დავალების დასახელებას მოცემულ ცხრილში. ჩვენს წინ გაიხსნა მონაწილეთა ჩამონათვალი და მათ მიერ შესრულებული დავალებები. სანამ დავალების შეფასება შეუდგებით, უნდა გადავამოწმოთ არის თუ არა ჩასმული პტიჩკა გვერდის ბოლოს განთავსებულ გრაფაში სწრაფი შეფასების რეჟიმი. თუ არ არის ჩასმული ეს პტიჩკა, უნდა ჩავსვათ და დავაჭიროთ შენახვას. ამის შემდეგ უკვე გვეძლება საშუალება თითოეულ მონაწილეს დავუწეროთ გარკვეული ქულა, მოვახდინოთ კომენტარების დაწერა და ასევე ვნახოთ ის დავალებები, რომელიც ატვირთეს მონაწილეებმა. ამ თვითონ ატვირთული არის მხოლოდ ერთი დავალება და ამ მონაწილეს დავუწეროთ უმაღლესი შეფასება, ჩვენ შემთხვევაში 90 ქულა. დავაჭიროთ შენახვას და დავინახავთ, რომ აი ამ მონაწილეს უკვე აქვს მიღებული გარკვეული ქულა. იმისათვის, რომ დავუბრუნდეთ შეფასებათა საერთო ცხრილში, ამისათვის უნდა დავაჭიროთ აი ამ განყოფილებას. ამის შემდეგ შეგვიძლია შევაფასოთ სხვა მონაწილე ან სხვა დავალება. შეფასებათა ეს ცხრილი შეგვიძლია გადავიტანოთ Excel-ის დოკუმენტში, ამისათვის აი ამ მენიუში ვირჩევთ Exports Excel-ის ცხრილში. ვაწვევით გაგზავნას და შემდეგ ჩამოვკაჩავთ ჩვენს კომპიუტერში ამ Excel-ის დოკუმენტს. თუ გავხსნით ამ დოკუმენტს, დავინახავთ, რომ ყველა ის შეფასება და მონაწილე გადმოტანილია ამ Excel-ის დოკუმენტში, ცხრილში.